პირველ რიგში მინდა გკითხოთ, უკვე შეუდექით საქმიანობას ახლოდამცველი სამყაროში და მაინტერესებს თუ გაეცანით სტრუქტურას, რაც ცვლილებებს გეგმავთ, რა პრობლემები არსებობს ამჟამად ომბუდსმენის ოფისში და პირველი რის გაკეთებასაც აპირებთ ამ თანამდებობაზე. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველი ნამდვილად დავიწყე სწორედაც რომ სტრუქტურის შესწავლა, გავეცანი თანამშრომლებს იმ პრაქტიკულ საქმიანობას, რაშიც ოფისი არის ჩართული, შესაბამისად ჰქონდა ძალიან კარგი ნაყოფიერი შეხვედრები. პირველი საქმეებიც უკვე დაწყებულია, მე დავდე პირობა და ეს პირობა შევასრულე, რომ ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელთაც მე დავინტერესდებოდი, იქნებოდა გახმაურებული დაკავებები, მათ შორის გუნავას, ახალაიას, კალანდაძის და სხვა რამდენიმე პირის საქმე. ამის შესახებ ჩვენ უკვე შესაბამისი მოთხოვნები გავაგზავნეთ პროკურატურაში, რომ მოვიძიოთ, გქონდეს მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია ამ საქმებთან დაკავშირებით. ანუ შეიძლება ითქვას, რომ პირველი დავალება ამ მიმართულებით არის ასევე გაცემული და ჩვენ დეტალურად ვიწყებთ სწორედაც ამ საქმეების შესწავლას. იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დადგინდეს სიმართლე, გაირკვეს რეალურად რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში და რა ხდება სინამდვილეში. ეს არის ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელსაც მე უკვე ასე ვთქვათ, რომელშიც უკვე ვარ ჩართული. ცვლილებები იგეგმება, თუმცა ამაზე მე საბოლოო გადაწყვეტილება არ მაქვს გამოტანილი. მე მინდა დღეს ვისარგებლო შემთხვევით წარმოგიდგინოთ ჩემი მოადგილე ბატონი პაატა ბელთაძე, რომელიც უხელმძღვანელებს რეალურად ოფისს, სწორედ მოადგილი არის ის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ოფისის საქმიანობას. შესაბამისად, მე მასთან ერთად, ჩვენი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, სხვა თანამშრომლებთან ერთად ჩვენ გავივლით ძალიან ბევრ საკითხს და ამის მერე გადაწყდება კონკრეტულად. მე მაქვს რაღაც შენიშვნები, მაქვს ჩემეული ხედვა, როგორ შეიძლება ეს ოფისი გახდეს უფრო მეტად ეფექტური და საქმიანობა უფრო მეტად იყოს მიმართული შედეგზე. აქედან გამომდინარე მაქვს გარკვეული იდეები, თუმცა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გადაწყდება სწორედ ამ შეხვედრების შემდეგ, რომელიც უკვე უახლოესი დღეების განმავლობაში იქნება გამართული. ბატონო პაატა, მოგითხრას ორი სიტყვით მისი გამოცდილების შესახებ ადამიანის უფლებების სფეროში. მოგესალმებით, მოგესალმებით მოწვევისთვის, გილოცავთ დღევანდელ დღეს, შეკომა გაგაძლიეროთ. მოგესალმებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ჩემი გამოცდილება ჯერ კიდევ სათავეს იღებს 99 წლის შემდგომ აქტიურად დავიწყე თანამშრომლობა, კერძოდ მუშაობდი დილის გაზეთში, სადაც საიდანაც ვაწარმოებდი სწორედ სასამართლო და მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე პროცესების განხილვასა და მათ გამოქვეყნებას. 2005-2007 წლებში ასევე ლონდონში ვიყავი ქართული საცხოვრებელის მთავარი იურიდიული მრჩეველი და ქართულ ემიგრანტებს ეხმარებოდი თავიანთი პოლიტიკური, სამოქალაქო, სოციალური, ეკონომიკური უფლებების დასაცავად. ამავდროულად 2010 წლიდან დღემდე ამ თანამდებობაზე დასახელებამდე მუშაობდი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების აპარატის ხელმძღვანელად და ვიყავი ასევე პასუხისმგებელი პირი საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების, კონვენციების შესაბამისად აღებული ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგი, რომელიც შეეხებოდა სწორედ ადამიანის უფლებებს. ამავდროულად 2011 წელს ვიყავი აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის პირველი სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, რომელიც მოიცავდა ადამიანის უფლებებს, კარგი მმართველობასა და დემოკრატიას. გარდა ამისა მაქვს სახელმწიფო სტრუქტურებში მართვისა და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. 2010 წლამდე, 2008 წლიდან მუშაობდი საქართველოს დიასპორის საკითხების საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარ სპეციალისტად, იურიდიული სამსახურის უფროსად და შემდგომ მინისტრის მოადგილედ. ადამიანის უფლებათა სფერო ასევე განათლების მხრივ მე გახლავთ საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებული თბილისში 2006 წელს, დაამთავრე ასევე ლონდონის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის განხრით, კერძოდ ევროპული სამართლისა და ადამიანის უფლებათა კუთხით მაგისტრატურა და ბუნებრივია მინდა დიდი მადლობა გადავხადო ბატონო ჩას გამოცხადებული ნდობისთვის და როგორც მან განაცხადა ჩვენი მთავარი პრინციპი და ერთ-ერთი ჩემი მთავარი პრინციპი ბატონო ჩასთან ერთად იქნება სწორედ
შედეგზე ორიენტირებული ძლიერი, ერთიანი და სწრაფად რეაგირებადი გუნდის შექმნა სახალხო დამცველის ოფისში და ბუნებრივია ახალი მიმართულების განვითარება, რომელიც უფრო მეტად ხელშეუწყობს ამ ინსტიტუტისადმი საზოგადოების დიდობის ამაღლებას და ის სახელწოდება, რომელიც დასახელებაშივე არის სახალხო დამცველი და ასოცირდება ადამიანის უფლებების განხილვის დაცვასთან, ჩვენი გამოცდილებით მე პირადად შევეცდები, რომ იყოს აბსოლუტური ღიაობა, გამჭვირვალობა, მასმედიასთან უფრო მეტი ახლო ურთიერთობები და თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ ასევე გეგმავთ არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან მრჩეველთა საბჭოს შექმნას, ასევე რეგიონული ოფისების გაძლიერებას მათი საქმიანობისა და ბუნებრივია ერთ-ერთი პრიორიტეტი ასევე იქნება განათლება, ვინაიდან სამოქალაქო უფლებების და ადამიანის უფლებების ზოგადად დაცვა იწყება და განხორციელდება იმ საზოგადოებაში, რომელიც კარგად არის ინფორმირებული თავის უფლებებზე, არა მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობა, არამედ საჯარო მოხელებისა და ადმინისტრაციულ სამსახურში დასაქმებული ადამიანებისა, რომლებსაც უნდა გააჩნდეთ ძალიან გრძნობიარე თემებისა და ადამიანის უფლების შესახებ ინფორმაცია. ეს არის ძალიან მოკლედ, რის შემიძლია მომავალ კვირიდან ოფიციალურად შევდგები საქმიანობას და შემდგომ კიდევ უფრო ახლო ურთიერთობები ჩამოყალიბება ჩვენ შორის. დიასპორის საკითხებში რომელი ბატონო იულუნგარიშვილ. ბატონო იულუნგარიშვილ. ბატონო ჯერ როგორც ცნობილია თქვენ გეგმავთ საქმიანობის გაფართოებას რეგიონებში აპირებთ აქტიურად იმუშაოთ. მაინტერესებს არსებული ბიუჯეტი, როგორც ცნობილია სახალხო დამცველის ოფისის შეუცირდა ბიუჯეტი. რამდენად საკმარისი არის ესე ფართო მასშტაბიანი საქმიანობის საწარმოებლად? და ხომ არ დააყენეთ პარლამენტში ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნას, ამ წესს ალბათ ვეღარ მოესწრება, მაგრამ სამომავლოდ. ამდენად ჩემთვის ცნობილია, საუბარი იყო შემცირებაზე, თუმცა საბოლოო ჯამში ეს რეალურად არ განხორციელდა, ფაქტიურად ჩვენ დაახლოებით იგივე გვექნება, რეალურად არ აისახება აპარატის ზოგადად ინსტიტუტის მუშაობაზე. მე რაც შეეხება იმ იდეებს კონკრეტულად რეგიონებში სახალხო დამცველის ოფისების წარმომადგენლობების გაძლიერებას, ამ ეტაპზე მე ვფიქრობ და გვაქვს ინტენსიური შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორ ორგანიზაციებთან და სწორედ მათი დახმარებით გეგმავთ უკვე კონკრეტული გეგმის მომზადებას, რომელიც იქნება მიმართული იმისკენ, რომ რეგიონალური ოფისები გაძლიერდეს, როგორც ადამიანური რესურსების, ასევე მათი უფლებამოსილებების ფარგლებში. ანუ მათ უნდა გქონდეთ გაცილებით უფრო მეტი უფლებები, გამომდინარე იქიდან, რომ არის ძალიან ბევრი დარღვევები რეგიონებში, არის ძალიან ბევრი საკითხები, რომელზეც არის რეაგირება და არ უნდა ხდებოდეს ყველაფრის მართვა ცენტრალიზებული სისტემით. ანუ საუბარია იმაზე, რომ მოხდეს არა მხოლოდ ადამიანური რესურსების, მეტი ადამიანური რესურსების მოზიდვა, არამედ გაიზარდოს უფლებამოსილებას, რათა ეს ადამიანები უფრო მეტად ცნობადები გახდნენ რეგიონებში და გქონდეთ უფრო მეტი კონტაქტი, ურთიერთობა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან და სხვა სტრუქტურებთან. ეს არის მთავარი პრინციპი, რის საფუძველზეც ჩვენ უახლოესი თვეების განმავლობაში გვექნება ძალიან კონკრეტული გეგმები, სწორედაც რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიური მისიების დახმარებით. რამდენიმე რაიონში ბოლო პერიოდში დაფიქსირდა რელიგიურ ნიადაგზე უთანხმოება. მე მაინტერესებს თუ როგორც სახალხო დამცველი თუ სწავლობთ ამ საკითხებს და აპირებთ თუ არა რა რეაგირებას აპირებთ? რეალურად შეიძლება გითხრათ, რომ ამ საკითხზე ძალიან აქტიურად მუშაობს სახალხო დამცველის ინსტიტუტი, ტოლერანტობის ცენტრი არის ჩართული და ფაქტიურად ჩვენს მიერ ხდება მოკვლევა ყველა იმ ინფორმაციის, რასაც ადგილი ჰქონდა როგორც ნიგვზიანში, ასევე წინწყაროში. შესაბამისად ჩვენს მიერ იქნა მომზადებული სპეციალური განცხადებები, მოთხოვნების შესაბამისი ორგანოების მხრიდან რომ მომხდარიყო გამოძიება. ჩვენ რა თქმა უნდა ამ ყველა ფაქტს მივადევნებთ თვალყურს, რამდენად ხდება ჩვენი რეკომენდაციების, ჩვენი მოთხოვნის შესრულება. და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი არ დარჩება ყურადღებისა და რეაგირების გარეშე. თქვენი კანდიდატურის განხილვა პარლამენტში საკმაოდ ისეთ მწვავე კითხვების ფონზე მიმდინარეობდა, იგივე საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან გამოითქვა გარკვეულ კონკრეტული პრეტენზიები თქვენი მისამართით.
მაინტერესებს იგივე აგვისტოს ომთან დაკავშირებით თქვენი დამოკიდებულების გამო გახდით კრიტიკის ობიექტი, ასევე პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით იყო კონკრეტული პირები, რომლის გამოც თქვენ გაკრიტიკებდნენ. რა სიტყვით რა პასუხს გასცემთ ამ კრიტიკას? მე ამ კრიტიკაზე გავეცი, მე ვფიქრობ პასუხი და არ გონია რომ კიდევ არის საჭირო კიდევ ერთხელ გამეორება ამ საკითხებზე, რაც უკავშირდება ჩვენს მიერ გაკეთებულ კონკრეტულ განცხადებებს, კონკრეტულ ფაქტებს, ყველა ფაქტი იყო სწორედაც რომ არგუმენტირებული, დოკუმენტირებული და სწორედაც ხდებოდა კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნდებით გარკვეული განცხადებების გაკეთება. შესაბამისად, მე ახლა გამიჭირდება გავემეორო, მე ვეღარ პასუხებ დამფლად ვერ გავემეორებ კვლავ და კიდევ ხელახლა რაღაც დავიწყო დისკუსია იმ საკითხებზე, რაზეც უკვე არაერთხელ იყო საუბარი. პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ არის მექანიზმის შესამუშავებელი, როგორ მოხდეს კონკრეტულ ინდივიდუალურ საქმეებზე რეაგირება. როდესაც სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს ზუგდიდის ოფისში, რა თქმა უნდა, რესურსები არის ძალიან მცირე. შეუძლებელია ყველა იმ ფაქტზე, ყველა დარღვევის ფაქტზე რეაგირება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგივე საზღვრისპირა სოფლებში, ადმინისტრაციული საზღვრების მხედველობაში უფრო მეტი აქტიურობით იყოს ჩართული სახელმწიფოს ოფისი. ამისთვის თუნდაც იყოს გამოყენებული ის სხვა რესურსები, რომელიც არის შექმნილი, თუნდაც იგივე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მედია, რომელთაც ხელი მიუწვდებათ გარკვეულ ინფორმაციებზე და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ამაზეც გვექნება შესაბამისად შეხვედრა როგორც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ასევე სხვა სტრუქტურებთან იმისათვის, რომ ჩვენ გავიაროთ ეს საკითხები, რაღაცნაირად მოვძებნოთ ის გადაკვეთის წერტილები, რომელიც ჩვენ გვექნება ამ სტრუქტურებთან და სწორედაც რომ ერთიანი ფრონტით მე ვფიქრობ იქნება მნიშვნელოვანი, რომ რეაგირება მოხდეს კონკრეტულ ფაქტებზე, სახელმწიფო უფრო მეტად იყოს აქტიურად ჩართული იმ კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში, რომელიც აწუხებს მოსახლეობას ადმინისტრაციული საზღვრის მხარეს, ორივე მხარეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იყო თვარწდები რამდენიმე მსგავსი განცხადება. როგორც ვიცი, ეს არის ერთ-ერთი სამინისტროდან და არის ასევე კერძო სტრუქტურებიდან. თუმცა კერძო სტრუქტურების შემთხვევაში გასაგებია, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის შეზღუდული, ჩვენ რეაგირებას ვახდენთ სახელმწიფო სტრუქტურებიდან განხორციელებულ გარკვეულ დარღვევებთან დაკავშირებით. თუმცა იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანებში გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტიურად ეს პოზიცია იყო ვაკანტური, სახელმწიფო ქვეყანაში არ არსებობდა რამდენიმე თვის განმავლობაში და სხვათა შორის გასული კვირის განმავლობაში შეინიშნება საკმაოდ გაზრდა განაცხადების და მომართვების, რომელიც უკვე სახელმწიფოს სახელზე შემოდის. მე იმედი მაქვს, რომ იგივე მსგავსი დარღვევების შემთხვევაში იქნება უფრო მეტი ინფორმაცია და უფრო მეტი მომართვის ფაქტები გაიზრდება. რაც ბევრად დავაზუსტო, მე ვიცი რომ არის რაღაც გარკვეული განცხადებები შემოსული უახლოეს დღეების განმავლობაში არჩევნების შემდგომ. თუმცა ეს არ არის ძალიან ბევრი, არის რაღაც 1-2 განცხადება, რამდენად ჩემთვის ცნობილია. ოკეი. ძალიან ხშირად იყო საუბარი ხოლმე იმაზე, რომ სახელმწიფოს ანგარიშებს პარლამენტი არაადეკვატურად აღიქვავდა და ის მას უბრალოდ ცნობად იღებდა ხოლმე. აი ამ შემთხვევაში როგორი იქნება თქვენი პოზიცია, როგორ აპირებთ, რომ თქვენი რეკომენდაციები რეალურად იყოს გათვალისწინებული? იმისათვის, რომ რეკომენდაციები უფრო სერიოზულად აღიქვას ხელისუფლებამ, მე ვფიქრობ, საჭირო არის ძალიან ბევრი რამ. პირველ რიგში ის, რომ ეს რეკომენდაციები უნდა მზადდებოდეს ერთობლივად. იგივე სამოქალაქო საზოგადოების როლი, მათი უნდა იყოს გაზიარებული და რაღაცნაირად ჩამოყალიბდეს ერთიანი ფრონტი კონკრეტული შედეგის მისაღწევად. ანუ სახელმწიფო არ უნდა მოქმედებდეს იზოლირებულად იგივე სამოქალაქო საზოგადოებასთან, იგივე მედიასთან, იგივე სხვადასხვა ჯგუფებთან საზოგადოებაში. მე ვფიქრობ, თუ ეს ერთობა იქნება და რაღაცნაირად ჩვენ დავარწმუნებთ პოლიტიკოსებს, რომ არის სერიოზული პრობლემები ამა თუ ის სფეროში, შესაბამისად ძალიან ადვილია მიღწევა. მით უმეტეს ფონი არის შეცვლილი, ინტერესი შეიძლება ითქვას და მოლოდინები მოსახლეობის არის განსხვავებული, ვიდრე ეს იყო წლების განმავლობაში. ის ვალდებულება, რომელიც აქვს აღებული ხელისუფლებას, რომ ადამიანის უფლებები გახდეს და იყოს პრიორიტეტი მათი საქმიანობის, ჯერჯერობით არსებობს ყოველ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფრით ვისარგებლებთ
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ არის ასევე საჭირო საერთაშორისო ორგანიზაციების იმ მეგობარი სახელმწიფოების აქტიური ჩართვა და მონაწილეობა ამ კონკრეტული რეკომენდაციების განხილვაში, როდესაც მოხდება მათი, ასე ვთქვათ, რეკომენდაციების, მათი აზრის მოსმენაც და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს ორგანიზაციებიც იყვნენ ჩართული კონკრეტული რეკომენდაციების გაცნობაში და მათ უშუალო განხორციელებაში. ანუ რეალურად ყველა ბერკეტი, რომელიც არსებობს ქვეყანაში, იმისათვის, რომ რაღაცნაირად დაიძრეს საკითხები და რეკომენდაციებს მიეცეს და განხორციელდეს ცხოვრებაში, ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს გამოვიყენებთ. ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე ადამიანის საქმის გაცნობა, თუმცა ვაპირებთ უახლოეს ხანებში, როდესაც დაიწყება სასამართლო, მოხდება სასამართლო განხილვა, ჩვენ წარმოადგენლები დაესწრებიან და დავიწყებთ უკვე სასამართლოს მონიტორინგს, ანუ რეალურად გვეცოდინება და გვექნება ამომწურავი ინფორმაცია იმ მიმდინარე პროცესების შესახებ და ჩვენ შეგვიძლება უკვე რომ ვისაუბროთ უკვე ყველა საქმეში არსებულ შესაძლო დარღვევებზე. ანუ ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა რაღაცნაირად რომელი საქმეა პირველი, ეს შესაძლოა რა თქმა უნდა გაგრძელდეს, კვლავ იყოს მსგავსი პრეცედენტებს ჰქონდეს ადგილი, მთავარი არის ჩვენთვის რომ ყველა კითხვაზე გაიცეს პასუხი, ყველა კითხვას რომელიც შეიძლება იყოს დასმული და ყველა საქმე იყოს მაქსიმალურად დეტალურად შესწავლილი. დიახ. მადლობთ.